რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობის პროცესი გრძელდება. ახალი საზოგადოებრივი სივრცე კიდევ ორ მისამართზე ნიკოლოზის ქუჩის და მერვე მიკრორაიონის შიდა უბნებში გაიხსნება. ნიკოლოზის ქუჩაზე განახლდება ძველი სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობის სპორტული და საპარკინგო ზონები. მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე გაიხსნება მერვე მიკრორაიონშიც. დავგეგმეთ შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა იმგვარად, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი მათ შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. რუსთავს დაემატება კიდევ ორი განახლებული თანამედროვე რეკრეაციული სივრცე. ორი კორპუსის ამხანაგობარი, რომელთაც ჰქონდათ მოთხოვნილი პატარა სკვერის რეაბილიტაცია. მათ გამოიჩინეს ინიციატივა მოაწეს რიგონეს ეზო შეთანხმდა ამხანაგობის წევრებთან ერთად პროექტი, რომელიც ყველას მოეწონება და იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი. იმიტომ რომ ბავშვებს უფრო კარგი და კეთილმოწყობილი სკვერი ქონოდათ. ჩვენ დიდებს, მოხუცებსაც, რომ აი ლამაზი სივრცე ყოფილიყო დაესვენათ, მალე მოხდა რეაგირება, შეგვტვირდნენ გაკეთებას.